არა რუსას დღეს არსებობს ესეთი წარმოება, რომ თანამდებობრივად ერთმანეთს. იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენს სანახავად მოვიდოთ. და ეს ალბათ ბოლო დღეს იქნება. ის როდი ვეღარ ნახავთ. ეს მაქვს პატარა იმედი, მაგრამ რაღაც იქნება რა. იცით ყველამ, რომ თელავიდან ჩამოვდიოდი თბილისში აქციებზე. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩამოვდიოდი აქციებზე, რადგან თანამოაზრეებთან ერთად განპროტესტებინო მშვიდობიანი პროტესტით ევროკავშირის კურსთან გადავხდა. 19 ნოემბრის გამთენიისას ჭავჭავაძის გამზირზე როცა დაიწყა ეს ფორმიანი რაჯულება იმ პატარა ლამაზი სამყაროს განგრევა და სისხლიანი თელებით შევახო. მაგას ვიყავი დაახლოებით ორი დღის უძილო ვიყავი, ძალიან დამოუკიდებელი ვიყავი და ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა. როცა მათ დაიწყეს ჩვენზე გადამეტებული გზების გამოყენება, მე მოვყევი ამ შემოქმედაში. ვეცადე გავუძლებოდი, მაგრამ ის ვერ მოახერხა. იცით შემდეგ რაც მოხდა. მაშინ როცა ამდენი ჟურნალისტი და ახალგაზრდა სისხლიანებული ყოლინმე პოლიციელი არის თუ არა პასუხისმგებაში მიცემო. ჩვენ ვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ მათი თქმით ისე რაღაც ეკუთვნის. ჩვენ შეიძლება დაახერხოთ ჩვენსა და მათ შორის. ისინი არიან სისხლიანი ძალაუფლებას და ფულს ამოფარებული და ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებიც ეს ძალაუფლებით პირისპირ. ჩვენ ვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს ბრძანებელს შევსრულოთ ბრძანება. ნახატი მეგობრებო, მაგრამ მე უნდა დავტოვო დარბაზი, იმიტომ რომ არ შემიძლია ამ მოსვლა. მაგათ, მაგრამ თქვენს ბიძგს სამთავროს პრემიეროს შესაძლებლობას. საფალსიფიკოს მოსმენის შემდეგ სასამართლო კაცი სადათბირად მეტაწყობილების შესაძლებლად სინგათის აძიებდა უსასრულო წვდიაში.